გერმანელი ჟურნალისტები, ბლოგერები და ინფლუენსერები კახეთში. 10 კაციანი ჯგუფის წევრები რეგიონში ღვინის მწარმოებელ კომპანიებსა და მარნებს ეწვივნენ. დააგემოვნეს ქართული ღვინო. გაეცნენ ქვევრის დამზადების ტექნოლოგიებსა და პროცესს. ქართული ღვინის მასტერკლასი და დეგუსტაცია გაიმართა თბილისშიც. საქართველოში სტუმრად გვყავდა გერმანელ ღვინის პროფესიონალთა ჯგუფი. რა თქმა უნდა, ესეთი მსგავსი ვიზიტები ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის. ეს სტუმრები ადგილზე ეცნობიან იმ კულტურას, ღვინის კულტურას და ღვინის ტექნოლოგიას, უნიკალურ ტექნოლოგიას, რომელიც გვაქვს და რომელთაც ვამაყობთ საქართველოში. შესაბამისად, მათი შთაბეჭდილებები ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ისინი ავრცელებენ ამ თავის შთაბეჭდილებებს პოტენციურ შემწყიდველებზე, პოტენციურ კლიენტებზე, მომხმარებლებზე, რომლებიც უკვე მათი წყალობით ყიდულობენ ქართულ ღვინოს და შესაბამისად ეს ყველაფერი ხელს უწყობს ქართული ღვინის გაყიდვების და ექსპორტის ზრდას ამ შემთხვევაში გერმანიის მიმართულებით. დღეს ჩვენ ვუმასპინძლეთ გერმანელ ღვინის პროფესიონალებს. დააგემოვნეს რამოდენიმე სახეობის, როგორც ქვევში დაყენებული, ასევე ევროპული ტიპის ღვინოები. ვფიქრობთ, რომ მათი სტუმრობა საინტერესო აღმოჩნდა როგორც ჩვენთვის, ასევე მათთვის და ასეთი ტიპის მიღებები ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას. გერმანიაში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით აქტიურად მუშაობთ ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან. საქართველოში ჩამოვიყვანეთ როგორც ღვინოზე სპეციალიზებული, ასევე ცხოვრების სტილსა და მოგზაურობის თემებზე მომუშავე ჟურნალისტები. ყავს ინფლუენსერები, რომლებიც ქმნიან კონტენტს და გამომწერებს საქართველოს გაცნობის შესაძლებლობას აძლევენ. ვიზიტის დროს ვნახეთ ბევრი რამ უშუალოდ ღვინის საწარმოების მიღმას, ყოველდღიურობა და ქართული კულტურა. ვფიქრობ, ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა ჟურნალისტებისა და ინფლუენსერებისთვისაც. მეღვინეობები მართლაც საოცარია, შესანიშნავია ქართული ღვინოები და ქართული სამზარეულო. ჩვენი ქვევრების მოთხოვნა, რა თქმა უნდა, გაზრდილია, ჩამოდიან სხვადასხვა ქვეყნიდან, სინჯავენ ამ ჩვენს ღვინოებს, რა თქმა უნდა, ინტერესი გაიზარდა, აგე რამოდენიმე ქვეყანაში უკვე გაგზავნილი მაქვს ქვევრები, ძალიან ბევრი კითხვა გაუჭირთ, რაც აუხსენი, ვისაუბრე და დავაკმაყოფილე მათი ინტერესი ქვევრის მიმართ.